სამართალდამრუღებლად გამოცხადებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ არც მას და არც ზურაბ გეწაძეს დაუჯერა, რომელიც დაკავების თვითმხილველია და დღეს კოლეგას მოწმედ დაუდგა. სამაგიეროდ დაიჯერა პოლიციელებს, რომლებმაც ფორმალური ჩვენებები მისცეს და დანაშაულის გარემოებებზე კონკრეტული ვერაფერი თქვეს. გიორგი ნაკაშიძე რუსთაველის გამზირზე მაშინ დააკავეს, როცა აქციის დარბევის მომენტში საკუთარი მეგობრის შვილის პოვნას ცდილობდა. დამithრიეს, ასე ვთქვათ, მე არ გამიწევია წინააღმდეგობა, მანქანამდე მიმიყვანეს და უკვე მანქანაში იყო ფიზიკურად გამისწორდნენ და მე ვინც კი ჩასვეს მანქანაში სამი ბიჭი მათაც ფიზიკურად გააუსწორდნენ. როდესაც ადამიანებს ძალადობენ, იტაცებენ, ცემენ, ეს ერთხელ უკვე საქართველოს გაიარა და სადამდე მივედით გახსოვთ ალბათ, რომ სამოქალაქო ომამდე. ფაქტიურად სამოქალაქო ომი ძალიან გავს ოღონდ იარაღის გარეშე, ღმერთმა დაგვიფაროს რა. როდესაც ადამიანებს უსწორდებიან, იქიდან მე შეიძლება საწინააღმდეგო აგრესია წამოვიდეს, საწინააღმდეგო რეაქცია, ამათ შეიძლება ძალიან სუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს და სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მიიყვანდა ხელისუფლება საქმეს, რომ ჩვენ მოგვიწევდა ესე ერთმანეთის სასამართლოებზე სირბილი და მოწმეებად გამოსვლა. ეს არის რა ვიცი, კატასტროფა მე მგონი და მე მგონი ხელისუფლება რაც უფრო დროზე მოვა გონს და რაც უფრო დროზე მიიღებს გადაწყვეტილებას იმისი, რომ დაანიშნოს რიგგარეში არჩევნები და გამოუშვას უკანონოდ დაკავებულები, მით უკეთეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ზურაბ გეწაძის გარდა განსახჭელი სკამზე მდგომი მსახიობის მხარდასაჭერად სხდომათა დარბაზი, კინოსა და თეატრის მსახიობებმა და რეჟისორებმა შეავსეს. მათ შორის ისეთებმა, რომლებიც ერთად სცენის გარდა დღეს ქუჩაშიც დგანან და ისეთებმაც, რომლებმაც ხელისუფლების კრიტიკა პირველად გაბედეს. რეჟისორი ქეთი დოლიძე, ქართული ოცნების მხარდამჭერი და პარტიული ღონისძიებების უცვლელი სტუმარი. უსამართლოდ დაკავებულ და ნაცემ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებს. თუმცა საყვარელ პარტიას მტკივნეული პოლიტიკური განაჩენისთვის მაინც ვერ იმეტებს. ძალადობა ორივე მხრიდან ხდება სამწუხაროდ. სამართალდამცავები უფრო უნდა იყვნენ გაფრთხილებული და მათი მხრიდან არ უნდა იყოს ასეთი ძალადობა. აქ ორი აზრი არ არსებობს და საერთოდ არ შეიძლება ესკალაცია ესეთი დაძაბულობა და ის პასუხისმგებლობას ვისაკისრებთ ამის პასუხისმგებლობა თქვენ გინდათ თუ არ გინდათ, მაინც ეკისრება ყოველთვის ხელისუფლებას. რა თქმა უნდა დაეკისროს იმ ადამიანსაც, რომელიც ასე მიდის და ის თუ არა პოლიტიკური რეპრესიები, როგორც არავით არ შეიძლება. არ არის ეს პოლიტიკური რეპრესიები. ასე ადამიანია დაკავებული და ნაცემი, როგორ ფიქრობთ? არ არის ეს პოლიტიკური რეპრესიები. რას უკავშირით იხსნით მაშინ ამ ფაქტებს? კიდე არის დასაფიქრებელი ბევრი რამ. რაზეც გაიცეს პასუხი, ესე ადვილად შეგიძლიათ? არა, აღარ ვიტყვი. ასეთი მობილიზებული, ასეთი ლოგიკური და ასეთი გონიერი პროტესტები საქართველოს მე მგონი არ ახსოვს. და ამას უნდა უმადლოდეთ ჩვენს აი მომავალ თაობას, ვინც უნდა იცხოვროს იმ ქვეყანაში, როგორც თვითონ უნდა აირჩიონ. მე გაოგნებული ვარ იმით, რომ ამდენი ხანი პროტესტები მიმდინარეობს და არავის აზრად არ მოსვლია დიალოგში შესულიყო საწინააღმდეგო აზრის თავისივე მოქალაქეებთან. მთავრობას გულისხმობ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მისი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ორი კვირა სასამართლო დემონსტრანტების საქმეებს ერთმანეთის მიყოლებით იხილავს და მათ სამართალდამრუღლება დაცხადებს. 2000 ლარით დაჯარიმდა დღეს აქტივისტი ართანდელ ტიტვინიძეც, რომელსაც პოლიციის ძალადობის კვალი დღემდე ეტყობა. თუმცა ამას მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილისთვის ხელი არ შეუშლია, ძალოვანი უწყების პოზიცია გაეზიარებინა. ტიტვინიძეს დაკავების შემდეგ სპეცრაზმელმა სახისვლები ხელკედით ჩაუნტრია. როდესაც უშუალოდ გამიყვანეს შორს, მერე ერთ-ერთმა რობოკოპმა მოინდომა თამაში და შემოუწყო დუბინკა ცხვირში, ასე და დიდი რაოდენობით სისხლი დაუკარგა საკმაოდ. რა სახის დაზიანებები? ძვლები მაქვს ჩამტრეული, ცხვირის ღია ჭრილობა მაქვს და ასევე ტვინის შერყევა. იყო როგორც უფორმო, ისე ფორმიანი, ისე ნახევრად ფორმიანი რობოკოპი, სახეზე ერთს ჰქონდა აწეული მხოლოდ ნიღაბი და მახსოვს ის ადამიანი და ტელეფონი წამართვა. კი, შეუძლებდა ჩემ ტელეფონსაც მოვკითხავ, იმიტომ რომ არ ჩანს იმის მერე ჩემი ტელეფონი პოლიციას არ აქვს. აქტივისტი 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს, თუმცა სასამართლოს სხდომა მხოლოდ დღეს შედგა, რადგან პირველი მცდელობის დროს მან სხდომათა დარბაზში გონება დაკარგა და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდა პოლიცია მის კლინიკაში გადაყვანას.
50 საათის განმავლობაში ეს ადამიანი თხოვდა სამედიცინო დახმარებას. არც იზოლატორში გაუწიეს მას, არც სასამართლოში შემოყვანილდეს. როდესაც უკვე პროცესზე შემოიყვანეს, გაითიშა, სამჯერ წაუვიდა გული. 7 დღით გაუშვა დღეს ციხეში მოსამართლე მანუჩარცაცუა 12 დეკემბერს დაკავებული ლუკა ღვინიაშვილი. აკავებენ დაუმორჩილებლობის გამო და აბრალებენ კაცს, რომელიც პატრულთან მირბის და უყვირის რომ მიშველეთ მომსდევენ ტიტუშკები, აი ამ კაცს პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის აკავებენ. ეს ერთი კვირა რამენაერად გაძლევს ციხეში ლუკა, მაგრამ რა ეშველება იმ დაპატიმრებულებს, რომლებიც არიან სასტიკად ნაცემები, ტვინ გადახსნილები და ნაცემები და რომელზედაც მოსამართლეები საერთოდ არ აკეთებენ აქცენტს. გადაწყვეტილების მოლოდინშია ლაზარე მაღლაკელიძე, რომლის სხდომაც დღეს გადაიდო. მისი ისტორიაც სხვა ათობით ნაცემი დემონსტრანტისას გავს. დააკავეს და სცემეს, ისე რომ სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი პოლიციის მანქანაში. ვიტყოდი რომ ასე თუ გამიმართლა კიდეც, რომ ისეთი რაოდენობით სისხლი მომდიოდა და გონებაც რომ დავკარგე, ამის გამო ალბათ ჩათვალეს, რომ მეტად რო ვეცემე მოუკვდებოდი და შესაბამისად სხვა დაზარალებულებთან შედარებით კიდე კარგად გამოვიდი, რაცა ტვინის შერყევით, თავზე დაზიანებებით და გატეხილი ცხვირით. რამდენადაც მე ვიცი, მთელი პროცესები ესე მიმდინარეობს, ანუ ვიღაცა ნიღბიანები აწარმოებენ ადამიანების ზიანის მიყენებას, ზარცვას და მე აქ მოდიან და აქ ის ადამიანები არიან, არჩევენ საქმეს, სასამართლო კი არ არის, არჩევენ საქმეს. რომლებიც არიან თურმე იმ ნიღბიანების ახლობლები და კიდე რაღაცას აქეთ ბრალს დებენ. შესაბამისად მე ვარ მოსული საგულშემატკივროდ, ოღონ არა სასამართლოში, მე ვარ მოსული გარჩევაზე და ეს გარჩევაც რა პრინციპით მიმდინარეობს? ალბათ ისევ ამ რუსული პრინციპით, რასაც ქვია ბესპრიძელი. აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების გარდა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დათო გედენიძეც. ის 4 დეკემბერს პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის საბაბით დაიჭირეს. მისი სხდომა დღეს გადაიდო. სასამართლოს ელოდება რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავაც, რომელიც გუშინ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როცა ძაღლს ასეირნებდა. დაკავების მიზეზი ბუნდოვანია, რადგან პოლიციამ მხოლოდ დაკავების მომენტში წინააღმდეგობის გაწევას ედავება.